საღამოშვიდობისა პატრიოტულ ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა საუბარი მოწმოთა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ავანგარდის დასახლებაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ილია მეტონიცე. დაგლოცეთ მამა ილია. ღმერთმა დაგლოცოთ მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მამა, მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის, რომ მობრძანდით და ჩვენ გადაცემაში მონაწილეობას იღებთ და შევდგეთ ჩვენ გადაცემას თქვენი ნებართვით. მოდით მამა დავიწყოთ გადაცემა სახარებით, საკვირაო სახარებით, მაგრამ შემდეგ შევეხოთ დიდი დღესასწაულები იყო ახლა ნათლიღება იყო ხვალ ვიცით წმინდანი ხსენების დღეა და ამასაც შევეხოთ და შემდეგ კიდე კითხვები თუ რამდენია. კიდევ ერთხელ მადლობა მამა თქვენ მოწვევისათვის. დიახ, საკვირაო სახარება საჩაიხება ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. მიუხედავად მუხლობრივი რაოდენობისა, რაოდენობრივად ცოტა არის, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან დატვირთულია. აღნიშნული სახარება ეს არის პირველი, რომელიც ლიტურგიაზე იქნა წაკითხული, მათეს სახარების მეოთხე თავიდან 12-17 მუხლები. შევეცდები, რომ აი მოკლედ წავიკითხოთ უბრალოდ სახარება და შინაარსობრივად შემდეგ განმარტოთ, ვინაიდან მოკლე მოცულობის არის. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკვიდრა კაპერნაუმს, საზღვართ ზაბულონისათა და ნეფთალებისათა. რაით აღესრულოს თქმული იგი ესაია წინასწარმეტყველისაი, რომელი იტყვის: ქვეყანაი ზაბულონისი და ქვეყანაი ნეფთალიმისი, გზაის ზღვისგან წიახი იორდანესა, გალილეად, წარმართაი, ერი რომელიც სნას მელს აიხილა ნათელი დიდი და რომელიც სნეს სოფელსა და არჩილთა სიკვდილისაითა ნათელი აღმოუწყიდა მათ. მიერიდან იწყო იესო ქადაგება და სიტყვად შეინანეთ, ამე თუ მოახლოებული არის სასუფეველი სათა. აღნიშნული სახარების შინაარსობრივი მდგომარეობა არის შემდეგი, რომ თუ ჩვენ ისტორიულ ლექსებს გავაკეთებთ ოდნავ სანამდე უშუალოდ დავიწყებთ ჩვენ ამ სახარების განმარტებას, ესე იგი ეს მოვლენები შემოდის შემდგომად, როდესაც უკვე 40 დღე იმარხულა უფალმა და როდესაც ის მას ასე ვთქვათ გამოცდა მოუწყო ეშმაკმა. ესე იგი რა მდგომარეობა არის ადამიანისა, აი როდესაც მარხულობს, აი სული მოუძლებელი არის თითქოს და ეშმაკიც ნახე როგორ სასთურს აძლევს რამოდენიმე სასტური მიცა, ხო? აი ერთ-ერთ ეუბნება, რომ აი ეს პურიო თუ შეგიძლიაო შენო გადააქციო ქვებიო, უბრალოდ ქვები თუ შეგიძლია პურად გადააქციო რა. თქვენ არ შეიძლებოდა მაგალითად ერთი პური შეეთავაზები ან ერთი ქვა შეეთავაზებინა, არა აქ რამოდენიმე საოზო ზრალობიჩი, ანუ ნაყროვანების ცოდვაში უნდა რომ ჩააგდოს უფალი და თვითონ უფალი როგორ მიუდგება, როგორი მიდგომა აქვს, რა თქმა უნდა, თან აქ მნიშვნელოვანი არის ეს მომენტი, რომ ძალიან მოკლედ მინდა რომ აღვნიშნო, რომ ახლა გამოწვევა არის თვითონ ეშმაკისათვისაც, როდესაც უფლის მოღვაწეობა და ის რომ დარწმუნებულიც არ არის ეს ნამდვილად უფალია, შემდგომშიდან ჩანს, რომ ეს როდესაც გადაიგდე თავი შენი თუ შენ ზეხარ ღვთისაო, მაშინ ანგელოზებიო აგიტაცებენო ზედა. ნახე, ამით რას გვასწავლის ჩვენ უფალი? ჩვენ იმას გვასწავლის, რომ შენ თავზე არ უნდა იყო დამოკიდებული, შენ არ უნდა გადაწყვიტო ის, რაც შენ არ გეკუთვნის და შენი გადასაწყვეტი არა, ამიტომ უნდა მიენდო მთლიანად უფალს და ასე რომ ვთქვათ, იმ უფლის ხმას მოусმინო, რამდენად შენ შეგიძლია თუ შეძლებ, ასე რომ ვთქვათ, ნებისმიერი საქმის წამოწყებას. ამიტომ ძირითადი სწორება თუ შეიძლება ასე ითქვას, უფალზე უნდა იყოს დამყარებული. და ამის შემდგომად უკვე, როდესაც იოანე ნათლისმცემელი, რა თქმა უნდა, იუდეველებს ამხელდა და მოუწოდებდა სინანულისაკენ, და როდესაც დაიჭირეს იოანე ნათლისმცემელი, უკვე მათთვის საშიში აღარ არის იოანე, ვინაიდან საპრობილეში ყავს და ძირითადი, ასე ვთქვათ, ბოღმა თუ შეიძლება და ძირითადი მათი შური უკვე მიმართულია უფლისაკენ. მიმართულია იმ კუთხით, რომ არ სურთ მათი უფლის იმ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც ისინი
მოღვაწეობები, ვინაიდან ყოველგვარი ჩრდილში არიან, ასე ვთქვათ, არავითარ სიმართლეს მათი ქმედება არ შეესაბამება და ისინი ცდილობენ, რომ უფალიც წავიდეს ამ ადგილიდან და ზუსტად ადგება და მიდის უფალი კაპერნაუმის. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ აი ჩვენ ადამიანებმა არ უნდა ჩვენი წარმოდგენებით არ უნდა შევეჭიდოთ იმას, რაც შენ არ შეგიძლია. თუ უფალი მოერიდა და განერიდა ადამიანებს, სადაც საჭირო არის, ჩვენც უნდა მოვერიდოთ და განვერიდოთ კიდევ სიტუაციას იმისათვის, რომ ჩვენთვის უარესი არ მოხდეს, როგორც მით უმეტეს სულიერი თვალთახედვით და როდესაც განერიდება უფალი, მიდის ქვეყანასა ზაბულონისა და ნეფთალემისა, რათა აღესრულოსო თქმული იგი წინასწარმეტყველისა მიერ. აქ მნიშვნელოვანია წინასწარმეტყველის თქმული უბრალოდ რა გაგებით არის წარმოდგენილი სახარებაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინასწარმეტყველმა რომ თქვა ისე იქნება, რა თქმა უნდა ის ისე იქნება, მაგრამ ძირითადი დედააზრი ამის მდგომარეობის იმაში, რომ უფალი ყოვლის მცოდნია, ყოვლის მხილველია და მან წინასწარვე ყველაფერი იცის. ანუ მისი ყოვლის მცოდნეობიდან გამომდინარე და ადგილი სადაც დაემკვიდრება, ეს არის ზღვისპირა ქალაქი, სადაც უფრო მეტი ხახმრავლობა იყო, ასე რომ ვთქვა და აი ქადაგებისათვის, რა თქმა უნდა, მეტი ადამიანების სულების მონადირება შეიძლებოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის კაპერნაუმში ცხოვრობდა მაგალითად და იქ თავიდან ბოლომდე მოღვაწეობდა, ვინაიდან ჩვენ სახარებიდან ვიცით, რომ უბრალოდ არც სახლი აქვსო და არც კარი აქვსო. ამიტომ ის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადგილებში დადიოდა, ქადაგებდა ღვთის სიტყვას. და ნახეთ, აქ არის რომ ადამიანებმა იხილესო ნათელი, მაგრამ რამდენად იხილეს ადამიანებმა ეს ნათელი და რამდენად მიიღეს, ეს მეორე საკითხია, ვინაიდან როგორც უფლის ქადაგების სიტყვები და დაწყებითი მიუთითებს იმას, რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებული არ სასუფეველი ცათა, ანალოგიურს ქადაგებდა იოანე ნათლისმცემელიც. ანუ რით დაიწყო? ორთავი დაიწყო სინანულით. და რატომ? იმიტომ რომ თუ ადამიანს სინანული არ აქვს, მაშინ ღვთისშვილად ყოფნაც მისთვის ფაქტობრივად მიუღწეველი და შეუძლებელი არის. რა იყო ეს სინანულის მოთხოვნა? რამე ახალი წესრიგი ხდებოდა? მან და მაინც სინანული რატო? დიახ, უფლის ქადაგებით ფაქტობრივად ეს არის უკვე ახალ აღთქმაში შედის სამყარო. დიახ, ეს არის ახალი წესრიგი, ეს არის ახალი მოთხოვნა იმისათვის, რომ თავადაც უფალი ბრძანებს, რომ იყავით ძენი ღვთისანი და გამომდინარე აქედან ეს მიგვითითებს და მოგვიწოდებს იმაზე, რომ ჩვენ ძველი კაცი უნდა განმიშოროთ. ანუ ეს ადგილიც მიუთითებს იმაზე, რომ უფალი მოუწოდებდა ადამიანებს, რომ განეშორათ ძველი ადამიანი, განეგდოთ ის სიცრუეში ყოფნა, განეგდოთ იმ სიბნელეში ყოფნა და ახალი, ასე რომ ვთქვათ, ცხოვრებით შედგომოდნენ უფლის სიყვარულს, სინანულითა და თავდაბლობით. და ჩვენ თუ დაუკავშირეთ ამავ მეორე სახარებას, რომელიც ისევ და ისევ კვირას იქნა წაკითხული, ეს არის მოდი სანამ მეორე სახარებაზე გადავართ, უბრალოდ კითხვა მაქვს ასეთი. ესე იგი, პირველი ადამიანი ადამზე მაქსაბარი დაეცა ურჩობით. დიახ. ხო, არ დაემორჩილა ღვთის ნებას, რაც უთხრა უფალმა, რომ ეს ასე გააკეთეთ, ეს ასე გააკეთეთ, მაინც ახლა რა მნიშვნელობა აქვს ცოლმაც უნდა და ცოლი გველმაც უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ის გააკეთეს, რაც არ უნდა გააკეთებიათ და უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენ ვისწავლოთ მორჩილება, სიმდაბლე და ამით ისევ დაბრუნდეთ ჩვენ სამშობლოში, სამოთხეში. ხო? ესაა ჩვენი ამოცანა დღევანდელი ქრისტიანობისაც, ხო? რა თქმა უნდა, აი ადამიანთანაც მიმართებაში ადამიანს რო სინანული გამოეხატა, რა მოხდებოდა, მაგრამ გამოხატა აი ზუსტად ის წყევლაც, რომელიც მიმართული იყო ისევე გველისადმი, სადაც იწყებლებოდა, ხო? აი ბოლო წუთამდე, ასე ვთქვათ, ბოლო წამამდედაც კი, ანდა ბოლო ამოსუნთქვამდე, ადამიანის ბოლო ამოსუნთქვამდე მოუცადა უფალმა, რომ იქნებ სინანული გამოეხატა ადამიანს, იქნებ სინანული ეთქვა, იქნებ შენდობა ეთქვა, მაგრამ არა. ჩაეკითხა მაინც. არა. ნახეთ, ადამიანის ბუნება როგორ არის,
არ არის მოწყობილი ბუნება როგორც მოაწყობს ადამიანი იმ კუთხით მიემართება ჩვენ ვიცით რომ ადამიანი მიდის ან ბოროტისაკენ ან მიდის კეთილისაკენ ხო მეტი მდგომარეობა ფაქტურად არ აქვს ადამიანს ან მარჯვნივ ან მარცხნივ ან მარჯვნივ დიახ ან მარცხნივ და გამომდინარე აქედან რომ შეენანებინა ხო უფალი როგორ ჩაიხუტებდა როგორ მოეფერებოდა მაგრამ არა და ნახე იმ ბუნებიდან ჩვენ სხვაზე გადაბრალება გვიყვარს რომ აი იმან ზუსტად მაგები და თქვენს მოძღვარი ბრძანდები მეც და ახსარებებს თქვენს იბარებთ და ჩვენს და ხშირად ახლა ზოგს წინს ამას რომ ამბობთ რომ ახსარება და თქვენო ახსარებას ატო ალაპარაკობთ ეს გაცემა რა ახსარებს უბრალოდ ჩვენ მაგალითი მოვყობს აქედან არც პიროვნებას იგი ვასახელებ და ხო არც ახელებს ხო მაგრამ თქვენს გეცნობათ ეს და მეც რაც ადამიანმა გააკეთა შე რო ხალი გამიჩინე იმან მაცდუნაო და ზუსტად ახსარებაზე ადამიანი დღეს ტაძარში რომ მოდის როგორ ამბობს მამაო რომ იქ მას სინანული კი არა აქვს რომ მამაო აი გამვრიცხდი და იცი რატო იმიტომ რომ ამბარტავანი ამას კი არ ეტყვის მამაო მე გამვრიცხდი მაგრამ იცი იმან გამომიყვანა მდგომარეობიდან და ამიტომ გამვრიცხდი ხო აი უკვე აქ მიდის ზუსტად ის მომენტი ხომ არის აი ხო თქვენ ხო ხედავთ პარალელი ზუსტად იმის რომ როგორც მან გადააბრალა ევას ისე ჩვენ ახსარებაშიც ვაბრალებთ სხვას რა თქმა უნდა მე არა ვარ ესეთი მაგრამ მე უბრალოდ მაიძულეს რომ ესეთი ვიყო სხვა მაიძულა ამიტომ თითქოს ვთვლით რომ დანაშაული გადავაბრალოთ სხვას ამ დროს მით უმეტეს ახსარების გათქმაზე როცა საუბარი ჩვენ ჯულის კანონი გიგზავნოს ახსარების გათქმას რა თქმა უნდა ეს ახსარების გათქმა არ არის ეს არის მაგალითით საუბარი ადამიანებთან სადაც ითქმება ის დედა აზრი რომ ასე არ უნდა მოიქცი ადამიანმა ეს რა თქმა უნდა ცუდია როგორც ურთიერთობისათვის ასე ცუდია უმნიშვნელოვანესი ადამიანის სულისათვის და მისი ცხონებისათვის თორე აქ რაშვაშია ნამდვილად ახსარების გათქმა არ არის და იმ გადაბრალების მიზნით ჩვენ არაფერი პირიქით არაფერი არ ემატება უფრო ვარესია იმიტომ რომ განჯა გასამართლებაზე ადამიანი როდესაც დადგება იმან ასე გააკეთა და ეს ასე იყო ეს არ გამოდის ხო პირადად მოგვეკითხება ჩვენ მეზობელი როგორ ცხოვრობდა და შენი ბიძაშვილი თუ და შენი ძმა მამა დედა ამაზე იქ არ იქნება საუბარი იქ იქნება მარტო ჩვენ ცხოვრებაზე და ჩვენ პირად ცოდვებს ესე დანარჩენი სიკეთის გარდა არაფერი არ ესე იგი არ უნდა ვაკეთო ჩვენ დანარჩენი არა ეს ჩვენი საქმე ეს ღვთის საქმე არც იმას გვეკითხება ვინმე შეგვეკითხება სხვამ რო სიკეთე გააკეთა არა შენ რა სიკეთე გააკეთე შენ რა სიკეთე მოუტანე სხვას შენ როგორ აბარი მყავდა ბევრ სიკეთეს აკეთებდა ბიძაშვილი მყავდა შვილი მყავდა შენ რა გააკეთე ხო სუსტად მომენტია ხო ამიტომ იქ არავის სხვაზე არ გეკითხებიან იქ შეეკითხებიან ადამიანს თავისი გაკეთებული სიკეთებით ამიტომ რა მიყვება ადამიანს მიყვება მისი გაკეთებული სიკეთე და მისი მადლი ვინაიდან ცუდი და სიკეთე ყველაფერი მიყვება ეკეთ რა თქმა უნდა თან ისეთ სამჯაროზე როდესაც არაფერი არ იმალება და არაფერი არ იკარგება ამიტომაა საშინელი სამჯარო წარმოიდგინეთ ადამიანს თუ რაიმე გონებაში გაუფიქრებია კიდევაც რა თქმა უნდა ცოდის სახით ხო გაუფიქრებია ისიც ნათელი და უფალი გეუბნება იქ გაგიხსნით ფიქრებსაც კი რომ თქვენ ხო იცით მართლები ვართო ხო აი რამდენი მართლა საშინელება ფიქრი იმერ შემოხანახან ადამიანს შეგრცხვება და ყველა ფიქრი აი თუ ჯიუტი იქნები ესე იქაც თუ დაიწყებ თავს არ დახრე და მე მართალი ვარ და მე არ ვიცი აი დაგანახებენ მე რა მართალი ხარ როგორი ღავ დიახ მამაო და ამიტომ არის ის საშინელი ის პატარა დაფარული ნამცეციც საცხადი გახდება შემდეგ და წარმოიდგინეთ როდესაც ადამიანი მით უმეტეს სული როდესაც დატოვებს სხეულს როგორ მდგომარეობაშია სულ სხვა განზომელებაში იმყოფება ხო რა თქმა უნდა თავისი განცდებით და ასე შემდეგ და შველელი რა არის მის ის კეთილი საქმეები თავისი კეთილი საქმეები და არა სხვის მიერ გაკეთებული კეთილი საქმე რომელსაც მას თვითონ პირადად მოეკითხება და მოგითხავს უფალი რა თქმა უნდა კარგი მამო გადავიდეთ მე სახარებას ლუკას სახარების მე-19 თავს ეხება პირველი და მე-10 მუხლები ჩავთვით და ჩვენ შევდივართ უკვე დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში და ასე რომ თქვა აქ არის ნელ-ნელა ნამდვილად სინანულისაკენ მივდივარ და მინდა რომ აღვნიშნო რომ როგორც პირველი სახარება შინაარსობრივად შეინანეთ რამე თუ მოახლოვება სასופველთათა და მიგვითითებს იმაზე რომ ადამიანმა უნდა შეინანოს
აღნიშნული სახარებაც ზაქეს შემთხვევაში არის ანალოგიური. იმიტომ რომ ნახე ისტორიული ექსკურსი რომ გავაკეთოთ, გვაქვს როგორი მდგომარეობა რომის იმპერიის შედეგად დაპყრობილი არის მთელი ისრაელი, ასე რომ ვთქვათ, ხო და წარმოიდგინეთ რომის იმპერია თავისი წარმომადგენელი ყავს დანიშნული, ასე რომ ვთქვათ, ხარკის ამკრეფად, მაგალითად ზაქეს შემთხვევაში ისრაელში და ეს პიროვნებები კრიფავენ ხარკს და ზაქე მეზვერეთა უფროსი არის. წარმოიდგინეთ, როგორი დიდი თანამდებობაა. თან არის დაწესებული სახლი იყო, სადაც საზვერე სახლი ეწოდებოდა და იქ იკრიბებოდა, ასე რომ ვთქვათ, ეს აკრებილი ხარკი და წარმოიდგინეთ, აი ამ ხელა თანამდებობის ადამიანი არის ზაქე. და შემდგომ უკვე, როდესაც მის გულში, ასე რომ ვთქვათ, მოიწადინებს უკვე მარცვალი იღბივებს იმისა, რომ სინანული გაუჩნდეს, მას მოესურვება, რომ იხილოს უფალი. მოესურვება როგორ? მაგრამ ახლა სურვილი ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ უკვე სადღაც ზაქე მიდის უკვე სინანულისაკენ, ხო? მაგრამ სახარებაში არის მომენტი, სადაც ამბობს, რომ ნახეთ, ჰასაკითაო და უნდა ხილვა იესოისა, ვინ ძიარს და ვერ უძლოს ხილვად ერისა მისგან, რამე თუ ჰასაკითა იყო მცირე. აქ ჰასაკითა იყო მცირე არ ნიშნავს იმას, რომ ზაქე წლოვანებით პატარა იყო, მაგალითად, ან არასრულწლოვანი იყო, ან რამე გათვალისწინებით იმისა, რომ თუ ასაკით პატარა იქნებოდა, მას ამხელა თანამდებობაზე ფაქტობრივად არავინ დანიშნავდა. და ეს ნიშნავს, რომ ტანმორჩილი ადამიანი იყო, პატარა ტანის ადამიანი იყო და შეეცადა, რომ ლეღვის ხეზე ასულიყო. დანახეთ და წარბიოდა წინა და ახდა ლეღოსოლოსა რაითა იხილოს, იგი რამე თუ მიერ წარსულად იყო. აქ მნიშვნელოვანი მომენტიც არის ის და საინტერესოა, რომ ლეღვის ხის დატვირთვა თავად სახარებაში. ნახეთ, უკვე მარცვალი გაღვივებულია ზაქეში და მოისურვა უფლის ნახვა და შესაძლებლობასაც ეძებს, რომ როგორ უნდა ნახოს და წარმოიდგინეთ თქვენ ტან დაბალი ადამიანი, ამხელა თანამდებობის ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა არა მარტო თავის მეგობრებშია ცნობილი, არამედ საზოგადოებაში, იმ წრის საზოგადოებაში, რომელსაც მეზვერეთა საზოგადოება ქვია, ხარკის ამკეფები არიან, ეს პიროვნებები ფაქტიურად, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებდნენ ისრაელის მოსახლეობას, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს რაც ნიში ჰქონდა დადგენილი, რომ ამაზე მეტი არ უნდა აკრეფილიყო, ისინი გაცილებით მეტს კრიფავდნენ ადამიანებიდან. ანუ წარმოიდგინეთ, როგორ მძიმე მდგომარეობაში აყენებდნენ ადამიანებს და თვითონ დიდრდებოდნენ, რა თქმა უნდა, ხალხის ხარჯზე და ასეთი ადამიანი ხო იმ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ცნობილი იქნებოდა. და წარმოიდგინეთ, ასეთი კაცი ადის ხეზე და ადის ახლა ყველასთვის ხომ არ იქნებოდა საცნაური, რომ რისთვის ადის ეს ადამიანი ხეზე, არა, მის გულშია უკვე, რომ მან უკვე უფალი იხილოს. რა დატვირთვა აქვს სახარებაში აღნიშნე, რომ ლეღვის ხეს. ლეღვის ხე არის ნაყოფიერების სიმბოლო. აი ჩვენ სახარებიდან ვიცით, როდესაც გერო ჟამი არ იყო მოსულიო და ლეღს არ ქონდა, ფოთოლი ქონდა კი გამოღებული, მაგრამ ნაყოფი არ ქონდა გამოღებული და უფალმა დაწყევლა და შემდეგ მეორე დღეს, როდესაც მოციქულებმა გამოიარეს უფალთან ერთად, ნახეს, რომ ლეღვის ხე არისო გამხმარი. ანუ ნაყოფი არ ქონდა, უნაყოფო ხე იყო და ამის გამო დაიწყევლა და გახმა. სახარებაშიც პირველი ჩვენ ხე ხდება ლეღვიც. აი, როდესაც 64-დან გამოიდევნებიან, ხო? ამ შემთხვევაში ისინი ადამი და ევა ლეღვის ხის ფოთლებით შეიმოსებიან. ანუ ლეღვის ხე არის სიმბოლურად ნაყოფიერების და რა ნაყოფიერება გამოიღო შემდეგ ზაქეში ის, რომ ზაქეს უბრალოდ კი არა, თელი გულით შეუყვარდა უფალი და თვითონ სახლშიდაც ეპატიჟება, ხო? სახლშიც აპატიჟებს, ოჯახშიდაც მიიწვევს
და გამომდინარე აქედან უკვე მთელი სახლიც უკვე სიხარულით აღივსება, მაგრამ არიან ადამიანები იმ საზოგადოებაში, რომელიც ამბობენ, რომ აიო მივიდაო და ცოდვილ ადამიანებთანო ჭამსო და სვამსო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ეს მიწიერი დამოკიდებულებით და მიწიერი გაგებით არ უნდა იქნას. რა თქმა უნდა, მარტო ჭამასმაზე არ არის, ხო? იმიტომ რომ იმ საზოგადოებას რო ჭამასმაზე იყო გადასული და უფალი არ მიიღეს, სიმბოლურადაც ისრაელი ლეღვის ხეს არის შედარებული, იმიტომ რომ მათ არ გამოიღეს ნაყოფი, მათ არ მიიღეს უფალი და რომ არ გამოიღეს ნაყოფი და რომ არ მიიღეს უფალი, ამის გამო მათ უფალი ჯვარზე აცვეს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ლეღვის ხესავით ის საზოგადოება, ისრაელის საზოგადოება მაშინ იყო ფაქტობრივად უნაყოფო, რა თქმა უნდა, რომელსაც არ მიიღო უფალი. და ძალიან საინტერესო არის, რომ მათ ეს ზაქეს სიტყვები თვითონ, რომ უფალო, თუ მეო ვინმესო რაიმე ზიანი მივაყენეო, მეო მზათაო, რომ ჩემი ცხოვრებისო ნახევარიც კი მივწევ, 4 გათაუნაზღაურო. იმ ისტორიულ ეპოქაში მაშინ იყო ასეთი, თუ ვინმე დამნაშავე იქნებოდა და რაიმე ზიანს მიაყენებდა სხვას, ის ვალდებული იყო დაზარალებული მხარისათვის 4 ნაზღაურებინა მიყენებული ზიანი და წარმოიდგინეთ, ზაქე იმდენად არის უკვე შეყვარებული, ასე რომ ვთქვათ, უფალთან, იმდენად აქვს გამთბარი გული, რომ თავისი ჩადენილი საქმეებისათვის რომ უკვე პასუხი აგოს და მან კარგად იცის თუ რამდენს წარმოადგენს თანხმობრივადაც თუ რამდენი იქნებოდა ეს მეოთხედი, მზად არის უფლის სიყვარულისათვის გაიღოს ის და მივიდეს უფალთან და მოწმებს უფალიც მის სიყვარულს, რომ ესო აბრაამისო შვილი არისო. დიახ და ნამდვილად ის აბრაამის შვილი იყო, ვინაიდან ასეთი გულწრფელი სიყვარულით მან მთლიანად ისევე როგორც აბრაამმა დაუკავშირა თავისი მთელი სიცოცხლე უფალს, ასევე ანალოგიურ საკეთებსა ამ სიყვარულით მიყვება მეზვერე ზაქეც. კარგი ბაბა. ეხლა მამა შევეხოთ ნათლიღებას. დიახ. დიდი დღესასწაული იყო, ვიცით და ამ დღესასწაულს შევეხოთ. ძალიან დიდი დღესასწაული იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ უფალი მოვიდა რათა ჯული აღასრულოს, ხო? და რა თქმა უნდა, ისმის კითხვა, რომ რატომ იყო უფალმა ნათელი ჭირდებოდა კი უფალს ნათლისღება? რა თქმა უნდა, უფალს არ ჭირდებოდა ნათლისღება. უფალმა ნათელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მან ჯული აღასრულა და იოანე ნათლისმცემელი, როდესაც ეუბნება, უფალო, მე შენგან მიხსო, მე ვიღო ნათლისღება, არაო, მოვედი რათა ჯული აღვასრულო. ამიტომ მოწმობს ის გარემოებაც, რომ უფალს არ ჭირდებოდა, ის მიყსეულად თუ აღმოვიდაო წყლიდან. ჩვენ ადამიანები აი როდესაც სამჯერ ვიფლებით წყალში უფალს ეს არ დაჭირებია, ვინაიდან უფლის ჩაფლით წყალში თავად უფალმა წყალი განწმინდა და ძალიან ლამაზი ტრადიციაც არის ჩვენთან, რომ აი რამოდენიმე კუთხეში წყალში მოხდა ნათლობაც კიდევ უამრავი თაფლა და ასე შემდეგ და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც მეუფე იოანეს კურთხევით დერჩის იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ტაძარში 19 იანვარს აღხვასრულე წინვა და შემდგომში მდინარე იორდანი არის და მოხდა წყლის კურთხევა. მობრძანებულები იყვნენ მრევლი და ერთობლივი ლოცვით ძალიან თბილი დამოკიდებულება იყო. ამიტომ ეს გამოიწვია ყველაფერი მან ამ ასეთი დიდმა და მადლიანმა დღესასწაულმა. თქვენ პერიოდულად ადიხართ იქ და ატარებთ სახურებებს თუ ეს მეუფის დაწესებულია, რომ თქვენ იქ იმსახუროთ?
დიახ, მე უფეს კუთხოვით, ვცდილობ, რომ დიდ დღესასწაულებზე ავიდე და კვირაში, ყოველ კვირას თუ არა, ყოველ კვირას მაინც შეძლებს დაგვარად, მაგრამ ყოველ კვირას ატარებთ მსახურებას? ყოველ კვირას ვერ ვახერხებ, ყოველ მეორე კვირას მაინც, მაგრამ ამ დიდ დღესასწაულებზე თითქმის ისე, ასე რომ ვთქვათ, გამოვიდა, რომ თითქმის ყოველ კვირაში მომიწია ყოფნა ასვლა და ძალიან თბილი ხალხი არიან, ძალიან თბილადაც შემხდნენ და ერთობლივი ლოცვით წავალთ ღვთისაკენ აუცილებლად. ეხლა მოდის დიდი მარხვა და საოცარი სახარებები იკითხება მის წინ, თქვენც ახლა შეახეთ გარკვეულწილად ამას, მაგრამ აი რო ავიღოთ უძღები შვილი, საოცარი რაღაც არის, ხო? აი ამ სახარებაში ახლა რა მოწოდება ჩვენი ადამიანებისთვის, მრევლისთვის, ტაძრის ეკლესიისთვის, ეკლესიის მრევლისთვის? აი თითქმის იგავთან მიმართებაში, სახარებაში არის რამოდენიმე მომენტები, სადაც არის იგავის სახით განმარტებულები, იმის რომ ადამიანმა უფრო კარგად გაიგოს, მაგალითად უფლის მიერ გამოგონილი ამბავი, რა ადამიანებმა უფრო კარგად მივიდეს დედააზრი და არის სახარების ის რეალური მომენტები, სადაც ეს ფაქტობრივად ნამდვილად მოხდა და ამის გადმოცემებით ადამიანთა ის მიუთითებს იმაზე, რომ აი ნამდვილად მოხდა, იყო ასეთი და მაგალითად აი იგივე ზაქეს შემთხვევაში. უძღების შვილთან მიმართებაში აი თითქოს და ჩვენ გულებში თუ ჩავიხედებით, თითოეული ჩვენგანი ხომ არ ვართ უძღების შვილი და ფაქტობრივად ვართ კიდევაც. თუ პარალელს გავავლევთ რამოდენიმე ხნის უკან იყო შობის დღესასწაული. რა არის შობის დღესასწაული? რით უკავშირდება მაგალითად იგივე უძღებას შვილს? ჩვენთან როგორ უნდა იშვას უფალი ხო დიდი თავდაბლობით მოვიდა ბაგაში და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თავდაბლობა მეტი რა უნდა გამოეხატა უფალს პირუტყთა სადგომში მოვიდა და პირუტყთა სადგომი ჩვენთვის სად არის? შორს რომ არ წავიდეთ ან სოფელში ან აგარაკზე და ასე არა ჩვენთან პირუტყვის სადგომი ეს არის ჩვენი გულები და რამდენი პირუტყვი დგას ჩვენთან გულში იგივე ამპარტავნების იგივე უსიყვარულობის იგივე უძღები შვილობის იგივე უმადურობის ამიტომ იმ უძღებმა შვილმა როდესაც მიიღო ის მას რაც უნდოდა და ეგონა რომ ის მას კანონიერად ეკუთვნოდა მამა როგორი მოსიყვარულია როგორი სიყვარული თუ დგება თავის შვილს კიდევ თუ არა თან კი არ აძალებს რომ არა მე შენ ამას არ მოგცემ ამას ეს შენ არ გეკუთვნის ეს არ არის შენი ეს ჩემია და ასე შემდეგ არა მისი დაუდევრობით და მისი შინაგანი დამოკიდებულებით და მდგომარეობით აძლევს მამა იმის საშუალებას რომ კარგი შვილო მიიღე შენ ის რაც გეკუთვნის და მოდი ვნახოთ რამდენად დაიტევ რამდენად შენში იქნება ეს დასატევი და ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა სახარებიდან რომ როგორ დაიტია უკანასკნელ მდგომარეობაშიდაც კი აღმოჩნდა და ფაქტობრივად ღორების სალაფავით მისთვის გახდა ძალიან მისაღები ბოლოში და მოდიში რეკლამის დრო და შემდეგ გავაგრძელებთ. ორბის ახალი რეკორდი. ბათუმში ორბი მილენიუმში 55 დღეში 2500 აპარტამენტი გაიყიდა. ბლოკი პირველი, ბლოკი მეორე, ბლოკი მესამე და ბლოკი მეოთხე უკვე გაყიდულია. ახლა უკვე აქციის ბოლო ეტაპი დაიწყო. მეხუთე ბლოკის და მეექვსე ბლოკის გაყიდვები დაიწყო. აპარტამენტები შოქფასად 18750 დოლარად. 555 31 0000. ორბი წერტილი G. ორბის ახალი რეკორდი. ბათუმში ორბი მილენიუმში 55 დღეში 2500 აპარტამენტი გაიყიდა.
ბლოკი პირველი, ბლოკი მეორე, ბლოკი მესამე და ბლოკი მეოთხე უკვე გაყიდულია. ახლა უკვე აქციის ბოლო ეტაპი დაიწყო. მეხუთე ბლოკის და მეექვსე ბლოკის გაყიდვები დაიწყო. აპარტამენტები შოკ ფასად $17750 555 31 0000 orbi.g გრძელდება ჩვენი გადაცემა მამაილია და ჩვენ საუბრობთ უძღებ შვილს და აი გავაგრძელოთ თემა უძღებ შვილის შესახებ. დიახ, აი როდესაც ის იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ როგორც აღნიშნეთ, რომ უკვე ღორთა სალაფავი მისთვის სანატრელიც კი გახდა, მაშინ მოუხმო გულით უფალს და მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მიდის და მამა დიდი სიყვარულით აი როგორი სიყვარულით ეგებება დაკარგული შვილს, რომელმაც თავის შინაგანში უკვე ღმერთით შეიყვარა, არა მარტო მამა, მიხვდა თავის დანაშაულს და საუკეთესო რომალიც გაუწყო, როდესაც უფროსი შვილი მამას აყვედურობს, რომ ჩემთვის ერთი ბატკანიც კი არ მოგიცია, რომ ჩემს მაკაცებთან და მეგობრებთან ერთად მეკეიფაო. ანუ რას გვასწავლის იმას, რომ ყოველი დღე, ყოველი გათენებული დღე უნდა მადლობდეთ უფალს. ყველაფრისთვის უნდა მადლობდეთ უფალს. რაც მოგცა დიდი მადლობა უფალს და განსაკუთრებით ადამიანი უნდა მადლობდეს იმისათვის, რაც არ მიცა უფალმა, იმიტომ რომ რომ მიეცა, ალბათ მისი სული ცხონებისათვის არ იქნებოდა. ამაზე შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის, ჩვენ არ ვიცით, ხო? დიახ და ამიტომ ყოველი გათენებული დღე ეს არის უფლის დიდი წყალობა. მამაილია, მოდი ჩავხმობდეთ კიდევ მაგას ამ სახარებას მეორე იმით რა არის საინტერესო. იქ ყავდა მეორე შვილიც, მაგრამ როცა გაიგო შვილი რო დაბრუნდა წემსობიდან, რო გაიგო რომ სახში მხიარულობა იყო, იმას კითხა, ხო, რა ხდება? ხო და იმათმა მსახურებას სიხარულით ახარეს, რომ შენი ძმა დაბრუნდა, გილოცავთ და ამას ეწყირა, არ გაუხარდა. ხო და ეგ იმას კიდე ეს იმის მაგალითია, რომ ადამიანი ტაძარში რომ არის, გარკვეულად წილად გონია, რომ მას ეს ეკუთვნის და დაიმსახურა ტაძარი და ამ დროს სხვა ცოდვილი რო შემოდის, თვითონ რო იცნობს ვისაც არის ცნობს, იმაზე არ გაუჩნდება, მაგრამ რო იცის ან მეზობელია, ან ვიღაც არის ისეთი, რომ ეგ არასწორად ცხოვრობდა, ხო? მე ეწება მღვდელი რო იმისთვის ყურადღებას რო გამოხატავს, იგი რატო ასე და მე აგერა ვარ და ეს ზუსტად ის მომენტი იკვეთება მერე. ამას რა უნდა ტაძარში და ეს რატო მოვიდა, რატო დაბრუნდა, როგორც იგეუბნება, ხო? ის კი არა, რომ მადლობდეს ადამიანი, რომ ტაძარშია. ჯერ რომ თვითონ ტაძარშია, ღმერთმა მიცა იმის საშუალება, რომ ის ტაძარში მოვიდეს, გაუთენა დღე. ისე აჩუქა სიცოცხლე, ხო? შეაძლებინა რამდენი ადამიანია, რომელსაც ტაძარში უნდა მისვლა და ვერ მოდის. განა იმის გამო ვერ მიდის ტაძარში, რომ მაგალითად არცალია. არის ხანდახან მომენტები, როდესაც მამები როდესაც ულოცავენ დღესასწაულს და მაგალითად კვირა დღეს მრევლს და ულოცავთ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ან ვერ მოვიდან ტაძარში, იმიტომ რომ თუ არ მოვიდა ტაძარში თავისი ზარმაცის გამო მით უმეტეს ესხობდა ნაშაულს. ვერ მოვიდა მით უმეტეს ესეც რატომ ვერ მოვიდა საკითხავია. ხო საპატიო მიზეზი რა თქმა უნდა და როცა არ მოდის ტაძარში, ეს ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა მისი სულისათვის და შენ როდესაც ტაძარში ხარ, პირდიქით უნდა მადლობდე უფალს და თუ ვინმე მოდის ტაძარში, შეიძლება პირველად შემოვიდა ადამიანი ტაძარში და არ იცის მოქცევის წესი, ან შეიძლება რომ ყველა თავის ადგილს ირჩევს ტაძარში დგომისათვის, ხომ? ან იქ დადგა რამე და შენ როდესაც ისე მიუთითებ, რომ მისთვის ან მიუღებელი, ან შეურაცხყოფელი იქნება, მით უმეტეს განსაკუთრებით უნდა მოეფერო და მოერიდო ასეთ დამოკიდებულებას, ვინაიდან წარმოიდგინე უფალმა ის ადამიანი მოიყვანა ტაძარში და შენი რაღაცა ცუდი დამოკიდებულებით ან გამიმართვით განეკითხავ და მე გააქცევ. რა უნდა ამას ტაძარში ამას სიტყვა, ისა ყველაზე დიდი ცუდი. ის უნდა მოვიდეს ზუსტად ავადმყოფს რა უნდა სამავადმყოფოში ეგრე ვთქვა სასაცილოა. და რო წავიდეს ის ადამიანი და აღარ მოვიდეს ტაძარში, ვის როგორ მოეკითხება შემდეგ განჩაგასამართლების დროს. აი შემდგომში მოდის ეს მარხვის კვირა, მეზვერისა და ფარისევლის კვირა.
ჩვენ ხო არ უნდა მოვიქცეთ ის აი მე მაგარი ვარ და აი ის ნახე ის ისეთი ცხოვრები ცხოვრობდა ხო უნდა დავემსგავსოთ რა თქმა უნდა ფარისეველს ხო ამიტომ დიდი სიყვარულით მოწიწებით მოგრძალებით იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის უფლის ძალიან დიდი საჩუქარი ხო და ამიტომ ამ საჩუქარს უნდა გავურთხილდეთ როგორც სიტყვით ასევე ქმედებით ასევე ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ რაც შეიძლება მეტი სიყვარული ვაჩუქოთ ადამიანებს იმიტომ რომ დღეს სიყვარულის ნაკლებობას განიცდის საზოგადოება და თუ ჩვენ გავცემთ მეტ სიყვარულს ანალოგიურადაც ჩვენს მიმართ იქნება ღვთის დიდი წყალობა და სიყვარული. ორი შვილი რო ხავს ან სამი და ერთი რო შენ გვერდშია და მე ესენიც რომ მოვლიან შენთან და ეს როტოს გაიწი თქვენ არა მე უნდა ვიყო აქ მარტო ხო შენ როგორც мама ხო ეტყ გააცადე ესენიც მოვიდა ხო იმიტომ შენც გიხარია რომ ისენიც მოდიან ხო мама ხარ და ამიტომ და ჩვენ ამას ვერ ხვდებით მამაელია რომ ჩვენ ყველა ვართ ღვთისშვილები რაღაცა როგორ უყურებთ იცებას მარტო მე ვარ მარტო მე ხო და აგერ სხვა რომ მოდის იმას კი არ ფიქრობთ რომ იგიც ღვთისშვილია და იმას იმ სიყვარულით არ უდგებით არ უდგებით აი როგორ მშობელი ახლა მშობლები ხო ვარ და ერთი შვილი რომ თქვა ღმერთმა დაგვას მეორეს დაჩაგრავს ან მეორე არ უყარს მშობელი ამ დროს როგორ არის წუხს ხო ძალიან ცუდად არის რატომ წუხს რომ ცდილობს რომ ყველანაირად ისე ცდილობს უფალი რომ შეგვარიგოს სიყვარული გქონდეს და თანაც გვეუბნება რომ გიყვარდეთ ერთმანეთი. რა თქმა უნდა. ერთმანეთის სიყვარულის გარეშე არაფერი არ მოხდება. უფალი ცხომ ამიტომ მოვიდა დედამიწაზე სიყვარულის გამო, ადამიანთა სიყვარულის გამო, მას არაფერი არ ესაჭიროებოდა, ხო? რა საჭიროებას წარმოადგენდა, მაგრამ არა, ადამიანის სიყვარულის გამო ჩვენი გულისათვის მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა რაც ელოდა, მან იცოდა ის ადამიანები როგორ ჯვარზე გააკრავდნენ, როგორ შეურაცხყოფილ ფას მიაყენებდნენ, როგორ შეურაცხყოფილით აღასრულებდა სიცოცხლეს, ხო? ვიღაც კი არა, შენი შვილები. ყველაზე მეტი საწყენი ეს არის. ვიღაც არა, შენი შვილები, რომ გაგიმეტებენ ამისთვის. კი. მამაილე, მოდი, ჩვენიც როც მივახლოთ ახლა დასასრულს და რომ არ გამოგვჩეს ხვალარი წმინდანინოს ხსენების დღე. ამ დიდი ჩვენთვის ქართველთა საყვარელი წმინდანის ქრისტეს გადაგებელი საქართველოს როცა შემოვიდა ქრისტეს გადაგებას ქრისტეს სიტყვა შემოვიდა ხო და მოდი ამ დღეზე ვისაუბროთ წმინდანინოზე ვისაუბროთ ხეხ ძალიან დიდი დღესასწაულია თქვენი ტელევიზიის მეშვეობით ვილოცავ ყველა ნინოს რა თქმა უნდა და წარმოიდგინეთ ამ ხელა სიყვარული არის უფლის როდესაც ანდრია პირველ წოდებულის შემდეგ საქადაგებლად შემოდის საქართველოში წმინდა ნინო და სიზმარში როდესაც ღვთისმშობელი დედა ეცხადება და ღვთისმშობელი დედა აძლევს ჯვარს რომ იმ ქვეყანაში უნდა წასულიყო სადაც უფლის კვართი არის დაფლული და ჩვენ წარმოიდგინეთ ასაკითაც მცირეწლოვანი ფაქტობრივად 12 წლის იყო როდესაც ჩავიდა იერუსალიმში ხო შემდეგ როდესაც უკვე საქართველოში შემოდის 14 წლის ასაკს უახლოვდება დაახლოებით ხო და ნახეთ აქ არის დიდი რწმენა და უფალზე მინდობა ის რომ მისი მშობლები საბულუნი და სოსანა როგორ ღვთისმერი ადამიანები იყვნენ ამიტომ მამაო თქვენ სწორად ბრძანეთ რომ მშობლებზეც ბევრია დამოკიდებული ხო აი მშობლები მისი წინამორბედი როგორი სულისკვეთებით და აღზრდის ადამიანს იმ სულისკვეთებით გაყვება და ის სულისკვეთება რაც მას როგორც იერუსალიმში ჰქონდათ მშობლებს კაბადოკიელები იყვნენ კაბადოკია ვიცით რომ ქართველთა ტომები დასახლებული ტერიტორია იყო და წარმოედგინეთ ის ნათესაობა ფაქტობრივად წმინდა ნინოსი და ქართველი ერის განუყოფლად და ჯაჭვობრივად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან და აი ამ სიყვარულით ვაზის ხელში შემოდის წმინდა ნინო საქართველოში და ხდება როგორი სიტუაცია ხდება აი ალბათ ზენიტი იმ წარმართული სარწმუნოებისა და მისი ლოცვით როგორ დაინგრევა კერპები როგორ მოიქცევა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა და დიდი დამსახურებით რა თქმა უნდა შემდგომში 326 წელს სახელმწიფო რელიგიათაც კი გამოცხადდება
მართლმადიდებლური სარწმუნოება საქართველოში და დღევანდელი ხვალინდელი დღე უпростоრად ეს არის მისი გარდაცვალების დღე, როდესაც ის ახლანდელი საფლავი სადაც არის ბოდბეში, იქ იყო დასვენებული, ასე რომ ვთქვათ, მეფემ და დედოფალმა გადაწყვიტეს, რომ მცხეთაში წაიყვანათ, მცხეთაში დაესაფლავებინათ, მაგრამ წარმოიდგინეთო 200-მა ადამიანმა ვერ შეძლო ცხედრისო აწევაო. ამიტომ ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მისი განსასვენებელი იქ უნდა ყოფილიყო და ჩვენ გვახსოვს კარგად მირიან მეფის ანდერძირო ფაქტობრივად მისი ქონების ნახევარი დაუტოვა იმ სავანეს, რომ არ მოკლებოდეს წმინდა ნინოს საფლავს ყურადღება და შეწევნა. და რა თქმა უნდა, წმინდა ნინოს დიდი შემწეობით, ქართველთა დიდი მეოხებით გვეწევა უფალი ღვთისმშობელი დედა და კიდევ ერთხელ მიულოცავ და ასევე აღნიშნავ ვისარგებლებ მომენტით, რომ ხვალ დერჩის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში 10 საათზე ჩავატარებს ადრე სასწაულო წირვას და რა თქმა უნდა მრევლს ვთხოვთ, რომ ერთად დავესწროთ და ერთად აღვნიშნოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული. გილოცავთ, პატრიციონატო მაყურებლებო, შეგვეციოს წმინდა ნინოს მადლი და ნამდვილად მამაელამ როგორც თქვა, უვლიან და დღესაც რომ ჩახვალ გული გაგინათდება, ისე მოვლილი იქ დედების მიერ ყველაფერი. ისე არის, აი გაგეხარდება რომ შეხედავ ეს მის დამი პატივცემის გამოხატვის. დიახ. ხო საშუალებაა და მოდი დავიმშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებლებს. მადლობა უწევისად. ხო. დიდი მადლობა მომავალ კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის, გემშვიდობებით. პატრიციონატო ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე.